პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება. კანონპროექტის ავტორების განცხადებით ამნისტია ჰუმანური იქნება და ის ნაკლებად მძიმე დანაშაულს ქალებსა და არასრულწლოვნებზე გავრცელდება. რიგ შემთხვევაში საუბარია სასჯელის განახევრებაზეც. და ჩვენი კორესპონდენტი მიშა ფეიქრიშვილი მუშაობს პარლამენტში, თუ რა საკითხებს განიხილავენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში, დეტალებს ის მოგვახსენებს, მოგესალმებით გისმენთ. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სულ რამდენიმე წუთში პარლამენტში იურიდიული კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაერთიანება აცხადებენ, რომ ამნისტიის პროექტი საკმაოდ მასშტაბური იქნება და ის პატიმართა საკმაოდ ფართო წრეს შეეხება. აქ არის საუბარი საკმაოდ ჰუმანურ ამნისტიის პროექტზე და მიმართული იქნება ის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩამდენების მიმართ. გარდა ამისა, ფართო მასშტაბიანი იქნება ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ. გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტში უნდა ჩაიდოს სპეციალური მუხლი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გარკვეული შეზღუდების მოხსნა. აქ იგულისხმება თანამდებობრივი და სატრანსპორტო შეზღუდების მოხსნაზე, რომ იმ პატიმრებს, რომლებიც გათავისუფლებიან საპრობილიდან, მათ შეეძლოთ მართვის მოწმობის აღება და ავტომობილების მართვა და გარდა ამისა საჯარო სამსახურში დასაქმება. გარდა ამისა, უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული რიგი საქმეებისა გადაიხედოს ამ საკითხთან დაკავშირებით. უკვე სამუშაო ექნება შესაძლებელი საქართველოს პარლამენტს სასამართლოებთან, ორთვიანი ვადა შეიძლება მიეცეს სასამართლოებს. უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს სასამართლოების გადატვირთვა, თუმცა ორთვიანი ვადა ეს არის ის ვადა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამნისტიის პროექტზე საბოლოო ვარიანტზე შეთანხმება შესაძლოა 2 თვეში მოხდეს. შესაძლებელია მუხლებთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირება განხილვის დროს პარლამენტმა შეიტანოს, მაგრამ ის პრინციპი, რომ ეკონომიურ დანაშაულზე, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, გარდა გამონაკლისი მუხლებისა, გაურთხილებულ დანაშაულზე, არასრულწლოვნების მიმართ, ნარკომომხმარებლების მიმართ ამ ამნისტიის პროექტში იქნება ჩანაწერები და ამნისტია შეეხება სხვადასხვა ბუნებრივია შინაარსით, ეს პრინციპი რჩება. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც დღეს პარლამენტარები იმსჯელებენ და ამ წუთებშიც მსჯელობენ, ეს არის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. საქმე ეხება 2012 წლის ბიუჯეტს, თუმცა უკვე შემოსულია საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი. ჯერჯერობით ის დეპუტატებს არ დარიგებია, თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული იქნება ყველა ის დაპირება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ წინა საარჩევნო პერიოდში მისცა მოსახლეობას და ეს იქნება საკმაოდ ასე ვთქვათ სოციალური ბიუჯეტი, რომელიც ასახული იქნება ყველა ის თემა და ყველა ის საკითხი, რაც აწუხებს მოსახლეობას. აქ საქმე ეხება დაზღვევას, პენსიებს და არ არის გამორიცხული, რომ მუშაობა საპენსიო რეფორმაზეც დაიწყოს. ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი იქნება როგორც არასდროს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს დაბალშემოსავლიანები, ვისაც არ ქონდა ჯანდაცვის დაზღვევაში ვერ მონაწილეობდა, ექიმი არ ენახა წლების განმავლობაში. ამიტომ პენსიების ზრდა, რომელიც 150 ლარი გახდება, რაც არსებობა მინიმუმი 2013 წელს და მომავალი წლებიდან კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე ერთიანი ყოვლის მომცველი მინიმალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი იქნება შემუშავებული, ისე კი არა გამორჩეულად თუ აქ თითოეულ მოსახლეს, ასევე შეპირებული 1 მილიარდიანი ფონდი, რომელთაც განვითარდება ჩვენი სოფლის მეურნეობა. გარდა ამ საკითხებისა, პარლამენტს საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს მიმდინარე კვირაში, ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც განხილვაზე გატანილი იქნება პატიმართა და პოლიტიკური დევნილთა სტატუსთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტი აპირებს დაამტკიცოს სახალხო დამცველი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოფილმა სახალხო დამცველმა განცხადება გათავისუფლების შესახებ დაწერა დაახლოებით 1 თვის წინ, იწურება ის ვადა, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანომ ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს.